2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 25. ერთგვაროვან მაგნიტურ ველში დამუხტული ნაწილაკი მოძრაობს წრეწირზე. მისი ბრუნვის პერიოდია t, რის ტოლი გახდება პერიოდი, თუ ნაწილაკის სიჩქარეს ორჯერ გავზრდით, თუ გეკითხებიან. კარგით, მოცემული გვაქვს ერთგვაროვანი მაგნიტური ველი, ესე იგი b უდრის კონსტანტას. t1 უდრის საწყის თავიდან t1 არის tO. ამასთან ნაწილაკი მოძრაობს წრეწირზე, შესაბამისად, რადგანაც ველი ერთგვაროვანია და ნაწილაკი მოძრაობს წრეწირზე, შესაბამისად ამ შემთხვევაში ამ ნაწილაკის სიჩქარე და მაგნიტური ველი იქნება ურთიერთმართობის სიბრტყეში. სიჩქარე თუ ორჯერ გავზრდითო, რა მოუვაო ამ ჩვენს პერიოდს ვიკითხებიან, ესე იგი, მოდით ასე გავაკეთოთ, თუ თავიდან იყო ესე იგი v1 ვესტოლი, v2 რო გავხდით ორჯერ მეტს, ან ორვესო, ამ t-ს რა მოუვაო. ნუ დაუშვათ რაღაც t2 გახდება ეს ჩვენი პერიოდი და აი სწორედ ამ t2-ს ვიკითხებიან ახლა ჩვენ. კარგით, რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ესე იგი ეს ჩვენი დამუხტული ნაწილაკი მოძრაობს წრეწირზე. რაღაც სიჩქარით, რომელიც იქნება ამ წრეწირის ხების გასწვრივ მიმართული, რადგან წრეწირზე თანაბარ მოძრაობას განვიხილავთ. ამასთან მოდი შემოვიტანოთ მაგნიტური ველიც, რომელიც მიმართული არის v-ს მართობის სიბრტყეში, ის იყოს b. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნაწილაკი მოძრაობს ერთგვაროვან მაგნიტურ ველში, ამ მაგნიტური ველის მხრიდან მოქმედი ლორენცის ძალა, F ლორენცის ძალა, ამ ნაწილაკს მიანიჭეს ცენტრისკენულ აჩქარებას. ესე იგი F ლორენცის ტოლი იქნება m-a ცენტრისკენულის. ანუ მოდით მივანიშნოთ ცენტრისკენული ძალა იქნება, რა თქმა უნდა, ცენტრისკენ მიმართული, ესე არის a ცენტრისკენული. და მეორე მხრივ ლორენცის ძალა რის ტოლი არის, რო ვიხსენოთ. ლორენცის ძალა მეორე მხრივ ტოლი არის qvb სინუს ალფასი. და გამომდინარე, რომ ეს ალფა არის კუთხე სიჩქარესა და მაგნიტურ ველს შორის და სიჩქარე და მაგნიტური ველი ამ შემთხვევაში ურთიერთმართობის სიბრტყეში არის, შესაბამისად ალფა გამოგდის 90 გრადუსის ტოლი, სინუსი 90-ზე 1-ის ტოლია, შესაბამისად ეს სინუს ალფა შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ და ესე იგი ლორენცის ძალა qvb ამ შემთხვევაში ტოლი არის m-a ცენტრისკენულის. მეორე მხრივ თუ გავიხსენებთ, რომ m-a ცენტრისკენული არის v კვადრატი შეფარდებული ამ წრეწირის რადიუსთან, ეს ტოლობა მიიღებს შემდეგ სახეს. ახლა ეს v შეგვიძლია შევკვეცოთ და რა გამოგდის, ესე იგი ჩვენ რომ qb ტოლი ყოფილა mv შეფარდებული 1-თან და მეორე მხრივ ახლა ჩვენ სიჩქარეს თუ დავაკავშირებთ დროის ბრუნვის პერიოდთან, ესე იგი v მეორე მხრივ ტოლი არის წრეწირის სიგრძე შეფარდებული პერიოდთან, ანუ იმ დროს და რა დროშიც ეს ჩვენი ნაწილაკი ერთსრულ ბრუნს ასრულებს ამ 2πr წრეწირის გასავლელად, ეს უნდა შევაფარდოთ ტესტთან და მოდის ეს v აი აქ შევიტანოთ. ესე იგი რა იქნება ჩვენ ეს ტოლი იქნება m შეფარდებული 1-თან გამრავლებული აქ მოდი დიდი r-ით აღვნიშნოთ, რადიუსი დიდი r-ით აქვს აღნიშნული. m შეფარდებული 1-თან გამრავლებული 2πr შეფარდებული ტესტთან. ანუ რა გამოგდის, ეს r-ები შეგვეკვეცება და აქედან ჩვენ გამოდის, რომ qb უდრის 2πm შეფარდებული ტესტთან, საიდანაც პერიოდისთვის მივიღეთ შემდეგი გამოსახულება. პერიოდი ტოლი ყოფილა 2πm შეფარდებული qb-სთან. ახლა როგორც ხედავთ, პერიოდი, ბრუნვის პერიოდი, მის სიჩქარეზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, სიჩქარეს გავზრდით შევამცირებთ თუ ეგივეს დავტოვებთ, ეს ზეგავლენას პერიოდზე არ მოახდენს. შესაბამისად, ვასწრებთ იმას, რომ t1 უდრის t2-ს და უდრის t-ს. ესე იგი, ბრუნვის პერიოდი არ გვეცვლება. შესაბამისად, პასუხი იქნება ამ შემთხვევაში g.